ეს ვარდი წამოვიღე ზღვიდან. სრულიად გამხმარი იყო და ჩავგე. ისეთ ადგილზე იყო, სადაც ალბათ ამოთხარეს და გადააგდეს, თუმცა რაღაც ინტუიცია მიკანახა, რომ წამომეღო და ჩამერგო და მართლაც ჩავგე და ნახეთ გადარჩა. წვანი წამოიღო. იუჰუ! წავედი, ახლა კაკალი მოვაგროვო. ჩემთან ერთად გინდათ მოვაგროვოთ კაკალი? კაკალი. ეს ცუდია, ეს არ გვინდა, ეს გვინდა. ერთი კაკალი, იუჰუ! აი კიდე კაკალი. Very nice. ორი კაკალი. სამი კაკალი. იუჰუ! გამოუშვათ ქათმები? თუ დავამწყდიოთ. გამოუშვათ, მოდი. სოდოები არიან. ეს არის ღრუდონა. ეს ლამაზო. ეს დინოზავრი. ეს ჰენინგი. ეს არ ვიცი მაგას რა ქვია. ის სანი. გაიქცა. კაკალი, ხალხო, კაკალი. ძალიან მაგარია კაკალი. და რამდენი კაკალი მაქვს იცი დაგროვილი? თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მოკლედ, ჩემმა პამადამ და ლამაზმა აუთფიტმა მამაკაცების სამყარო გაამზევა, მე მგონი გააბრწყინა. იმდენი კომპლიმენტი მომივიდა. რომა. ნუ არ ვიცი რა. ესე იგი ძალიან უყვარს მამაკაც ლამაზი ქალების ყურება. მარტო სიჩკვიანი არ კმარო. აი, შევჭამეთ აქვს. ოპა. ხალხო, თქვენ ხომ ხვდებით რა ხდება? აშკარად ძვრებია დაწყებული. ეხლა რა ხდება? მე ველაპარაკე იმ ადამიანს, რომელ ადამიანსაც უნდა გადაეცა ილია მეორესთვის ამბავი ტარიელისა. ხოდა? ამბავი ტარიელისა გაიჭედა გზაში. ამბავი ტარიელისა იხმობს ფრიდონს. ფრიდონი. სად არის ფრიდონი? მოკლედ, ეხლა ფრიდონი უნდა ვიპოვო. ფრიდონმა. ხო, ფრიდონის პოვნასთან დაკავშირებით კიდე
სანამ ფრიდონს ვიპოვი, მანამდე უნდა გავავსო ეს კაკალი. არა, სანამ ფრიდონს ვიპოვი, ფატმანი უნდა მოვძებნო. გესმით? ხო და ახლა ფატმანის დროა. ფატმანი კი არის ვინ? აბა თქვენას ფიქრობთ ფატმანი ვინ არის? ვინ არის ფატმანი? მე კი ვიცი ვინ არის ფატმანი, თქვენ თუ იცით ვინ არის ფატმანი? ხო და ფატმანს მივწერე და მოგვივა მალე პასუხი. მამაკაცებო, მაინც ლამაზი ქალების ყურება გინდათ ხოლმე, ხო? უი. ხო, ასეა. ჩვენ გვეგონა რომ თუ კი თამარ მეფის აქტამა გამოჩნდებოდა, არიქა მივარდებოდით და გავახსნიდით. მაგრამ საქმე სულ სხვა რამეში ყოფილა. ყოფილა იმაში, რომ დარიელი ყავს მისაწებნი. დარიელის ამბავი უნდა გავიგოთ ვინ არის. ვინ არის დარიელი? ფუი. ხელები გავისვარე. დარიელი. ყველას სახლიდან უნდა საქმის მოგვარება. თუმცა საქმის მოგვარება მხოლოდ სახლიდან არ ხდება. ჩემო კარგებო. გონიებო. არ ხდება არა. მუშაობაც საჭიროა. საქმენი. სჯობს საყვარელსა. აჩვენო საქმენი საგვირონია, ხო? აბა, ვინ არის ეს საყვარელი? ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი, ვისაც ელის სრულიად წარმომადგენლობა ზეცისა თუ მიწისა, სულიერისა თუ უჩინარისა? ვინ არის ეს ქალი? ვინ არის? ვინ არის? ის ვინ არის? ოპა. ხანდახან ხელებიც მესუსხება ხოლმე, მაგრამ მე რა?
ერთხელ ნარიმანის კართან რო ვიდექი, იქ ერთმა ქალმა გლეხებს დასცინა. ხო და გავუბრაზდი. თქვენი ასეთ რატომ? Das Ganze Eimer ist noch nicht voll. Nur die Hälfte von Hälften. Hälfte. გლეხებს თუ პატივს არსებთ, სიკეთი არ დაგადგებათ. Die Hühner sind auch oft hier oben, gell? Ja? Das machst du live, oder wie? Live. Ha? Oh, live. Machst du live? Oh, live. Ja. Ja. Und ja. ნარიმანი. იცით ვინ არის ნარიმანი? და რატომ ელის იგი თამარის გამოჩენას? ან ილია, რომელიც ელის ასევე თამარის გამოჩენას. თუმცა თამარი მივიდა მასთან, თამარი არ შეუშვეს მასთან. ცხრათავიანმა დებებმა. თამარი მივიდა ნარიმანთან. ნარიმანმა გაიცინა. რატომ გაიცინა ნეტა? რატომ გაუხარდა თამარის ნახვა? ნეტა ნარიმანს როგორ მაინტერესებს. გუშინ ვისაუბრა ერთ-ერთ ბერთან, რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ბერი ყოველთვის ჩემი ძმა არის ხოლმე და ასე თქვა. სვანები ცდებოდნენ ძალიანო თამარს რომ სულიწმინდის არში ხედავდნენო. და მე ვითხარი რომ რატომ? განა სულიწმინდა ყველგან არ არის? სულიწმინდა მამა და ძე ღმერთი განუყოფელიაო, ასე მითხრა. განა მამა, დედა და შვილი განყოფილია ერთმანეთისგან? არა, მეგობრებო. არც მამა, არც ძე და არც დედა ღმერთი არ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი. ისინი ერთმანეთის არსნი არიან. ასე რომ მივხვდი სანამ სიბნელე არ განათდება, თამარის აკლდამა არ გაიხსნება. თამარ მეფის სახლს აშენებენო. მე თქვი რატო? სადღაც დავით აღმაშენებლის ქუჩაზეო. გაგიგიათ რამე ასეთი? და რატო აშენებენ მეთქი თამარ მეფის სახლს? რა შეჭირდებათ თამარ მეფის სახლის აშენება? განა. შემდეგ აღარ დავაცადე ლაპარაკი და ისიც ვთქვი რომ არ მაინტერესებს, მეთქი აშენ უნდა იყო. ტყუილად არავინ არაფერს არ გააკეთებს. საინტერესოა რომელ თამარს უშენებენ სახლს. უпростად სასახლეს. რა ხდება ნეტა? What's wrong? რა ხდება ნეტა? იცით თქვენ მაინც რა ხდება? თქვენ თუ იცით რა ხდება? თუ არ იცით? იცით არ იცით? მითხარით აბა დაწერეთ.
ნიკოლოზმა მტვერი დაიფერთხა. ფერთხა. ხო, დაიფერთხა. მერე ისიც მითხრა კონსტანტინე პირველი ძალიან კარგი ვიღაც იყო. ქრისტიანებს რო დევნიდნენ არიანელებიო, კონსტანტინე პირველმა არიანელები გაწყვიტა და ქრისტეს ხალხი გაამეფაო. უბრალოდ აღაზევაო, ხო? აღზევაო და მე მევკითხე. ქრისტეს სახელით ხალხის გაწყვეტა და წიგნების დაწერა როგორი ქრისტიანულია მეთქი და ისო სატანისტებს დაეტაკაო. სატანისტებსო. მივხვდი მეც რაშია საქმე. რომ მამა ღმერთს თავის აღიარება არ შეუძლია. მამა ღმერთმა ეგრეთ წოდებულ იალდაბაოთმა იგივე იახვემ ჯერ თავისი თავი უნდა აღიაროს და თავის თავი რო აღიაროს, მან თავის თავში იმ სულიწმინდის ნაპერწკალი უნდა დაინახოს, რომ ეს სულიწმინდამაც ის შექმნა. ანუ დედა ღმერთმა. დედა ღმერთის აღიარება იალდაბაოთს ძალიან უჭირს. გუშინ მივხვდია მას ძალიან დიდი ენერგია. დატრიალდა მეთქი ღმერთო. შენ მომეცი ახლა ძალა. თავი შევიკაო და ამ ადამიანს თავში ჩაარტყი და ისე გააგებინე. თუ ვინ არის სულიწმინდა თქო, ასე ვიფიქრე ჩემს გულში. დედა ღმერთს თუ ვერ აღიარებს მამა ღმერთი, აუცილებლად დასრულდება დედა ღმერთის მოთმინება ამ დედამიწასა ზედა. და თუ დედა ღმერთს მოთმინება დაეკარგა, ის თავის თავსაც კლავს და გაიხსენეთ სამყაროს დასასრული. იონას აპოკალიფსი ტყუილიაო მკითხეს და ვერ მოვასწარი თქმა. იონეს აპოკალიფსი წინასწარმეტყველებაა და გაიხსენეთ ქრისტე რას აკეთებს წინასწარმეტყველებებზე, როდესაც იგი ჯობს ეცნობა. ყველა წინასწარმეტყველებას აუქმებს. მაშასე იონეს აპოკალიფსი არც ტყუილია და არც მართალი. ის უბრალოდ დარჩა იყო და არა იყო რაში. ერთხელ ერთხელ როდესაც ჩემი პირველი ჰოლოტროპული გამოცდილება, როდესაც ბევრი ვისუნთქე, ჰაერი მეგობრებო, სხვა რამე არა, არ გიგონოთ სხვა რამე ვისუნთქე. როდესაც პირველად ბევრი ჰაერი ვისუნთქე და შემდეგ გონს მოვედი, ასეთი რაღაც დავაფიქსირე. სიტყვები იყო და არა იყო რა, თურმე რა არის. და მინდა გითხრათ, რომ გენიალური
სიტყვებია. იყო და არა იყო რა. იყო კიდეც და არ იყო კიდეც. ასია. თუ ამ სიტყვების მნიშვნელობას სრულიად გააცნობიერებ, მიხვდები, რომ ის რაც იყო, არ იყო და თან არის. და აწყვო არის სწორედ იყო და არა იყო რა. და კვლავ იქნების. ვაშლი. ვაშლი. რატო ელოდება ნიკოლოზი თამარს? რატო ელოდება ილია თამარს? რატომ არ უშვებენ თამარს ილიასთან? რატომ დაატყვევეს ილია? რატომ? თქვენი აზრით, რატომ მაინტერესებს ძალიან? რატომ მოუხაზეს ილიას? აი ხლა არც თქვათ არ მოუხაზესო. არჩევნების ფურცელზე მძინარე ილიას არჩევანი გააკეთებინეს. მოუხაზეს. ეცოდება სხვათა შორის ძალიან. როდესაც მოგიხაზავენ, რაც არ უნდა უწმინდეს და უნიტარესი გეძახონ, ფიციმწამს ბოლო მაკვირებს, მოხაზული გაქვს. კვერცხი? ამდენი კვერცხი. აი, 1-2. მეორე დაღმავნა იყოს. ერთი კვერცხი. კარგი, ერთი კვერცხიც კარგია. არჩანს, დაბლა არჩანს. მოუხაზეს. ურწმუნოება არის ყველაფრის დამანგრეველი. ეჭვიანობა, ურწმუნო კაცის არსი. ოღონდ ისეთი ურწმუნოსი კი არა, ჯერ კიდევ რო ეძებს. ისეთი ურწმუნოსი ჯერ კიდევ რომ თავი გონია მორწმუნე და ჭეშმარიტ რწმენას აიგნორებს. კი,
თეა ვაშლმაც მინიშნება მოქცა, ვარდმაც, კვერცხმაც და ზღვის ვარდის გადარჩენამაც. კაკალმაც. და ვარდის ფერმაც.